ქართული არყის ხე თუ გინახავთ როგორია, დაბრეცილი და სუსტი ღეროთი, ვერც შეედრება რუსულ არყის ხეებს, მსხვილს, მაღალსა და ტანწერწეტას. მაგრამ აქ და ახლა ვითარება ისეთია, რომ რუსულ არყის ხის პროდუქციას ევროპულ ბაზარზე ქართულად ასაღებენ. ევროპაშიც ამაზე თვალს ხუჭავენ. ოთხი თვეა ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად ვიკვლევთ სანქციებისგან თავის არიდების ამ სქემას. რუსეთში არყის ხე მილიონობით ჰექტარ ტერიტორიაზე ხარობს და რუსული ეკონომიკისთვის მისი გაყიდვიდან ყოველწლიურად მიღებული თანხა დაახლოებით $9 მილიარდ აღწევს. 2021 წელს ევროკავშირმა რუსეთს არყის ხის მასალის შეტანაზე შეზღუდვა დაუწესა და დამატებითი გადასახადი დააკისრა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპულ ბაზარზე რუსეთიდან ხე-ტყის ნედლეულის შეტანა აიკრძალა. ამ დროს საქმეში ჩაერთვნენ მესამე ქვეყნები, განსაკუთრებით თავი გამოიჩინა თურქეთმა და ყაზახეთმა. 2022-25 წლებში ევროპაში 210 მილიონი ევროს ღირებულების არყის ხის ფანერა გაიტანეს. იქამდე ევროპასთან ამ პროდუქტით საერთოდ არ ვაჭრობდნენ. ევროკომისიამ თურქეთისა და ყაზახეთის სქემა გაშიფრა და 2024 წლის მაისიდან ამ ორმა ქვეყანამ არყის ხის ფანერის ექსპორტი შეამცირა. ამასობაში არყის ხის ბიზნესი ძალას იკრებს საქართველოშიც. 2023 წელს საქართველოდან პირველად გაიტანეს ვითომ ქართული წარმოშობის არყის ხის ფანერები ევროპაში გასაყიდად. ამ 3 წელში უკვე $29 მილიონი პროდუქტია გაყიდული და $29 მილიონი შპს პალატი 2022-ის ანგარიშზეა. პალატია არყის ხის ფანერების ყველაზე დიდი ექსკლუზიური ექსპორტიორი. მას ხის საწარმო რუსთავში აქვს მოწყობილი. კომპანია 2022 წელს შეიქმნა და უკვე ერთ თვეში რუსეთიდან დაიწყო მასალის შემოტანა. პალატმა ამ პერიოდში 9 რუსული კომპანიისგან $14 მილიონი ღირებულების არყის ხის მასალა შეისყიდა. კონკრეტულად ვენირები, ანუ ხის თხელი ფურცლები. პალატს არყის ხის ნედლეული შემოაქვს ისეთი რუსული კომპანიებისგან, რომელთა მფლობელები რუსეთის მმართველი პარტიის წევრები არიან. მაგალითად, ასეთია კომპანია ფანდერა, რომლის დირექტორი სერგეი ხარიტონოვი და მფლობელი სერგეი ბორიაკინი ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის დეპუტატები არიან. პალატის მიერ რუსეთიდან შემოტანილი ნედლეული მათ საწარმოში გადამუშავდება, იფუთება და ზედაწერენ, რომ წარმოებულია საქართველოში. ამ დროს ნედლეული რუსულია და თან სანქცირებული, მაგრამ რახანი არლიღზე აწერია წარმოშობის ქვეყნად საქართველო, მისთვის ევროპის ბაზრის კარი ღიაა. პალატი 2023 წლის სექტემბრიდან ფანერების უფლებამოსილი ექსპორტიორია. ეს ნიშნავს, რომ მან შემოსავლების სამსახურისგან უკვე მოიპოვა უფლება, რომ მის პროდუქტს საქართველოში წარმოებული დაარქვას და ამის გამო ექსპორტზე შეღავათიანი პირობებით გაიტანოს. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი ენიჭება ისეთ კომპანიას, რომელიც უკვე 1 წელია ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება სამართალდარღვევა, არ აქვს საგადასახადო დავალიანება და ბოლო 1 წლის განმავლობაში ექსპორტზე აქვს გატანილი არანაკლებ 100,000 ლარის ღირებულების ქართული საქონელი. ანუ პალატი წარმოშობის დეკლარაციას თვითონ ავსებს და ინვოისზე უთითებს მხოლოდ უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზებულ ნომერს. საბაჟოს კი ეს კოდი არ წმუნებს, რომ მისი საქონელი ნამდვილად ქართულია. Это очень интересный проект для меня, для всего коллектива в целом. Уникальный, первый такой в стране и очень красивый, я так считаю. პალატის მიერ იმპორტირებული რუსული ნედლეული სრულად გადის ექსპორტზე. 2024 წელს თავისი პირით ამბობდნენ, ჩვენი პროდუქციის 100% ექსპორტზე გავიტანეთ, მათ შორის 70% ევროპაში. 30 ამერიკაშიო. თან თავს იწონებენ, ვაწარმოებთ ქართულ პროდუქციას და ვაძლიერებთ საქართველოსო.
პალატის ერთ-ერთი კლიენტი ჩეხური კომპანია Orlimex-ია, რომელმაც თუ საერთაშორისო ვაჭრობის ბაზებსა და გამოძიების პროცესში მოპოვებულ დოკუმენტებს ვენდობით 2023-25 წლებში 10,000-ზე მეტი კუბური მეტრის მასალა იყიდა. სექტემბრის დასაწყისში ჩვენმა კოლეგამ, ჩეხმა ჟურნალისტმა ქალაქ ოსიკში Orlimex-ის საწყობში თავად ნახა ხის ფანერების შეკვრები, რომელსაც ეწერა, რომ პალატის მიერ საქართველოშია წარმოებული. Orlimex-ი 2023 წლამდე რუსეთთან ვაჭრობდა და ხის მასალას რუსული კომპანიებისგან ყიდულობდა. მას შემდეგ, რაც რუსული პროდუქტი დასანქცირდა, Orlimex-ი პალატის კლიენტი გახდა. ჩვენი კოლეგა, ჩეხი ჟურნალისტი Orlimex-ის თანადამფუძნებელ Сергей Pavlovets-საც ესაუბრა. Я лично был на этом заводе. Завод нормальный, это русское производство. В смысле, опять же, российское сырье, но они производят фанеру? Там сырье не российское. Это российское производство, российское оборудование. Это был российский завод. Это вот единственный пример. А сырье какое в Грузии? Сырье они покупают в Латвии, они покупают, по-моему, что-то в Польше, в основном в Латвии. Pavlovets-ის ნათქვამს ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკა. პალატი ფინანსურ ანგარიშებში წერს, რომ ნედლეული ესტონეთიდან, ლატვიიდან, ბრაზილიიდან და რუსეთიდან შემოაქვს. საწარმოს სავაჭრო მონაცემები ორ საერთაშორისო ბაზაში, ექსპორტ ჯენიუსსა და ვოლზაში შევამოწმეთ. ორივეში მხოლოდ რუსეთიდან იმპორტი გამოჩნდა. ესტონეთიდან, ლატვიიდან და ბრაზილიიდან ეს პროდუქტი მთელ ქვეყანაში მიზერული რაოდენობით შემოგვაქვს და პალატის მთავარი ნედლეული ისედაც ვერ იქნება. პალატი ოფიციალურად ორ კომპანიას ეკუთვნის. დირექტორი ტარიელ ცუცქირიძეა. თუმცა სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვიდასტურებს, რომ ამ კომპანიის უკან რუსები დგანან, კერძოდ კომპანია Starwood-ის გუნდი. Starwood-ი რუსეთში ცნობილია როგორც ხეტყის მასალის მსხვილი დისტრიბუტორი. ტარიელ ცუცქირიძეს კიდევ ერთ ქართულ კომპანიასთან აქვს კავშირი. შპს ციტადელის 20%-ს ფლობს და მისი კომერციული დირექტორიცაა. აქ მისი პარტნიორები ძმები ირაკლი და გიორგი შეყილაძეები არიან. შპს ციტადელიც ხეტყის მასალით ვაჭრობს. 2019-2021 წლებში ამ კომპანიას ხის მასალა რუსეთიდან შემოჰქონდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი იმპორტი გააორმაგა. თუ 2017-2020 წლებში ერთ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობდა, 2021 წლიდან უთითებს, რომ 11 პარტნიორი ჰყავს რუსეთში. მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიებიცაა. მაგალითად, სიქტივკარსკი ფანერნის ზავოდ და სმოლენსკი დოკ. მათი მფლობელები მიხაილ მაგი და ვადიმ კოსიხი რუსეთის მმართველი პარტიის ედინაია რასიას დეპუტატები არიან. ციტადელი ამბობს, პროდუქტები მხოლოდ რუსეთიდან არ შემომაქვს და ავსტრია, აზერბაიჯანი, არაბთა საამიროები, ბელარუსი, ჩინეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, თურქეთი, იტალია და გერმანიაც მაწვდიანო. თუმცა ჩვენ ვოლზასა და ექსპორტ ჯენიუსის საერთაშორისო ბაზებში გადავამოწმეთ კომპანიის მიერ დასახელებულ ქვეყნებთან ვაჭრობის მონაცემები. ამ ბაზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ არყის ხის ნედლეული ციტადელს მხოლოდ რუსეთიდან შემოაქვს. ციტადელი ტენდერებშიც აქტიურად მონაწილეობს. 2012 წლიდან დღემდე 2,4 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული. აქედან 9 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვით. ის სახელმწიფო უწყებებს ძირითადად მზა ფანერებს აწვდიდა. ორ შემთხვევაში პირდაპირ აქვს მითითებული ფანერა რუსული ნედლეულით დავამზადეო. ციტადელმა რუსული ხისგან ნაწარმოები 7691 ცალი ფანერა 2017-2018 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა. მათი ჯამური ღირებულება 130,000 ლარი იყო. ციტადელისა და პალატის ადმინისტრაციას ცალ-ცალკე დავუკავშირდით ინტერვიუსთვის. თავიდან ორივე მოარი გვითხრა. თუმცა მოგვიანებით პალატის ხელმძღვანელობამ დაგვპატიჟა. მოდით საწარმო დაათვალიერეთ. მოგიყვებით რა წარმატებული ბიზნესი გვაქვსო. ჩვენი პირობა წავუყენეთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდით, თუ ვიდეო გადაღების უფლებას მოგცემდნენ და ვრცელ ინტერვიუსაც ჩავწერდით კომპანიის ადმინისტრაციასთან. შეთავაზება არ მოეწონათ და ისევ უპასუხოდ დაგვტოვეს.
ამ თემაზე ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა შემოსავლების სამსახურთანაც, რომელიც წესით ამ სფეროს უნდა აკონტროლებდეს. Алло. Алло, დიახისმენ. თამუნა, გამარჯობა, ნანუკავა რაიფაქტიდან. დიახმენ. თამუნა, ჩვენ პასუხზე რა ხდება? ანუ თუ მოამზადეთ? კი, გამოგიგზავნით აუცილებლად მოამზადეს და გამოგიგზავნით. სამსახურში ინტერვიუზე უარი გითხრეს და არც წერილობით უპასუხიათ გაგზავნილ კითხვებზე. სახელმწიფო უწყებების სირაქლე მას პოზაში კი არიან, მაგრამ ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამგვარი შემთხვევების გამო ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო დონეზე შეუქცევადად ზიანდება. თუ ეს გაყალბება არის იმ მხრივ, რომ ის იყენებდა ნედლეულს ქვეყნიდან, რომელიც არის სანქცირებული, ამ შემთხვევაში მისი პოლიტიკური მნიშვნელობა არის გაცილებით უფრო მაღალი და შესაბამისად ეს აზიანებს ომხრივ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს და ეს უკვე სამომავლოდ რასაკვირველია ნეგატიურ ფონს ქმნის. შესაძლოა ურთიერთობის ფორმაც კი შეიცვალოს ამის გამო. პალატის და ციტადელის შემთხვევა მხოლოდ ხის მასალით ვაჭრობის ამბავი არაა. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ აღწევს რუსული სანქცირებული რესურსები ევროპაში, ქართული ეტიკეტით. ამ პროდუქტის ყოველი პარტია, რომელიც ქართულად სახლდება, სინამდვილეში სანქციების კედელში გაჩენილი ახალი ბზარია. ბზარი, რომელიც ამაგრებს მოსკოვის ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სანდოობას, საერთაშორისო იმიჯს, დასავლურ პარტნიორობებსა და მომავალს.